Am წუთებში ხელვაჩაურის საკრებულოს ხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთი საკითხი, რასაც საკრებულოს წევრთა აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, სახანძრო სამაშველო სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ქმედება გაუმართლებელია, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახური ხელვაჩაურის გამგეობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტით გადაიბარა. დეპუტატებმა საკითხი უმრავლესობით 16-7-ის წინააღმდეგ მაინც დაამტკიცეს. სადაო გახდა სახანძრო სამაშველო სამსახურისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შენობისა და ინვენტარის დროებით გადაცემის საკითხიც. პოლიტიკური უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ 255,899 ლარის ღირებულების ქონება საჩუქრად უნდა გადაეცეს სამინისტროს და მის მოვლაპატრონობაზე პასუხისმგებლობას ხელვაჩაურის გამგეობა არ უნდა იღებდეს. სრულიად არაორდინალურ მიდგომასთან გვაქვს საქმე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი და არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ გადადის ადგილობრივი სამაშველო სამსახურები ცენტრალურ დაქვემდებარებაში, გადადის ქონება ცენტრალურ დაქვემდებარებაში, ხოლო დაფინანსება და ხელფასის ანაზღაურება რჩება ადგილობრივ ორგანოებს. მე ვფიქრობ, რომ ეს და ჩვენი აზრია, რომ ეს არის არასწორი მიდგომა, არ უნდა ფინანსდებოდეს ცენტრალური ორგანოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან.